საშუალო სენსიბილიზაციის რეაქცია დადასტურდება უკვე ვეტერინარმა უნდა გადაწყვიტოს მიმართავს მედიკამენტოზურ ჩარევას თუ უკვე დაენიშნება სპეციფიური იმუნოთერაპია. ხოლო იმისათვის, რომ ეს სპეციფიური იმუნოთერაპია დაენიშნოს, აუცილებელია ზუსტად დავადგინოთ კონკრეტულად რომელი ალერგენის მიერ ხდება ეს სენსიბილიზაციის რეაქციის დაინიცირება. თუმცა სანამ უშუალოდ ამ ტესტ სისტემებზე გადავიდოდეთ, რომელიც ორი ჯგუფად იმევა და ინვიტრო შეიძლება გავანაწილოთ, პირველი და აუცილებელი, რაც უნდა პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიღეს, ეს არის ვეტერინარის მიერ ანონიმიზმის შეგროვება, რომელიც საშუალებას მისცემს გამოიყოს სიტუაციაში და შემდგომ სწორი მიმართულება არ იყოს. და ამ ანალიზის შეგროვების დროს ეს ვეტერინარი ახასებს კლინიკურ სიმპტომატიკას, რამდენად ხანგრძლივი არის როგორი ინტენსივობა გააჩნია, დაინაცვლებული გამოხატულება ხომ არ ახასიათებს ამ პრობლემატიკას. ასევე უნდა დადგინდეს რაიმე გენეტიკური წინასწარ განწყობა ხომ არ გააჩნია და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის აგრეთვე გარემო ფაქტორების გათვალისწინება, სახლის პირობებში უწევს ცხოვრება თუ გარემოებებში ხშირად პესტიციდები შეიძლება იქნას, ხშირად ალერგიის გამომწვევი მიზეზი და მოკლედ ასე შემდეგ. ამის შემდგომი ეტაპი ეს არის უკვე კლინიკური დათვალიერება, როდესაც უშუალოდ იწყებს ამ შეფასებას პრობლემის, იწყებს ლოკალიზაციას, სად არის ეს გამოხატული, მაგალითად ხშირია, როდესაც გაფანტულად არის სხეულზე ეს ალერგია გამოხატული და თან მისდევს ეს კუჭნაწლავის პრობლემები, შეიძლება ალერგიული საკვების მიერ გამოწვეული ალერგიებთან იყოს დაკავშირებული და ასე შემდეგ. ასევე უნდა შეფასდეს რამდენად წარმოქმნილი არის სიწითლე, როგორი ინტენსივობით არის ქავილი, არის თუ არა ეროზიები, უნდა შეფასდეს ნაკაწრების ხარისხი და ასე შემდეგ. და როდესაც ეს დათვალიერება მოხდება, უკვე პირველი მithumetes ცხოვრების შემთხვევაში არის, რომ უნდა შევამოწმოთ პარაზიტებზე და ყველაზე მარტივი ტესტი პარაზიტების შემოწმების მხრივ ეს არის ეგრეთ წოდებული skin scraping ტესტი, როდესაც ხდება ინტენსიური ადგილიდან ანაფრიკის აღება და შემდგომ უკვე მისი მიკროსკოპული დათვალიერება. ამ ტესტის ყველაზე ხშირი პრობლემის ამ პრობლემის გამოწვევი გახლავთ წილები, რომელიც ოფთალმოლოგებში ხშირი არის. ამ ტესტის უპირატესობა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ძალიან მარტივი არის, სწრაფი და ბიუჯეტური და რაიმე სპეციალიზირებული ლაბორატორიას ან კადრს არ მოითხოვს კვალიფიციურს და მარტივად იძლევა პასუხს. მას შემდეგ, როდესაც მოხდება პარაზიტების გამორიცხვა, მნიშვნელოვანია უკვე გადავიდეთ იმის დადგენაზე, არის თუ არა ეს პრობლემა საკვებით გამოწვეული და ამისათვის გვაქვს ელიმინაციური და ექსპოზიციური ტესტები. ელიმინაციური დიეტის დანიშვნა, როდესაც მინდა საკვებით გამოწვეული ალერგენების დიაგნოსტიკა არის ძალიან ეფექტური მეთოდი, იმიტომ რომ არ საჭიროებს რაიმე ზედმეტ ენდოსკოპიას თუ რაიმე დამატებით ტესტებს, უბრალოდ და რაღაც გარკვეული პერიოდში, შეიძლება დაახლოებით 8-12 კვირის განმავლობაში, ცხოველს ენიშნება ერთი კონკრეტული ცილოვანი საკვები, რომელითაც უნდა ისაძებელოს და შემდგომ მოხდება დაკვირვება. რაც შეეხება ექსპოზიციურ ტესტებს, ყველაზე ესეთი ცნობილი არის პაჩ ტესტები, როდესაც ხდება წინასწარ გაპარსულ ადგილზე, მომზადებულ ადგილზე სპეციალური სტიკერების დაკვრა, სადაც განთავსებული არის ალერგენები და შემდგომ შეფასება წარმოიშვა თუ არა ალერგიული რეაქცია. და იმრივე ჩატარებულ ტესტთაგან, რომელიც დღეს ერთ-ერთ ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული, ეს არის ეგრეთ წოდებული კანშიდა ტესტები, რომელიც უკვე გვაძლევს განსხვავებით ამ ელიმინაციური და ექსპოზიციური ტესტების გამყვეს ზუსტ პასუხს, რომელ ალერგენზე აქვს განვითარებული ეს ალერგია. და ამ დროს ხდება განსხვავებული ალერგენული ხსნარების კანში შეყვანა, განთავსება და დაკვირვება წარმოიქმნება თუ არა ალერგიული რეაქცია, ეს ხდება შეშუპების შეფასებით. გვაქვს მომდავნოთქულიანი შკალა, რითიც ფასდება და დადებით რეაქცია შეიძლება ჩაითვალოს შეშუპება, რომელსაც მიიწება 2 ქულა.
თუმცა ამ დროს გასათვალისწინებელი არის, რომ შესაძლებელია ცრუუარყოფით და დადებით პასუხებამდეც მივიდეთ. ცრუუარყოფით პასუხების შემთხვევაში გამოწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგენის ზედმეტად დაბალი კონცენტრაცია, რომელსაც შევიყვანთ და თუ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის აგრეთვე თუ კი ცხოველს უტარდებოდა სტეროიდული მკურნალობა, შესაძლებელი არის ეს სურათი უბრალოდ შეგვიცვალოს და ზუსტი შედეგი ვერ მივიღოთ. რაც შეეხება ცრუდადებით პასუხებს, ცრუდადებით პასუხი შეიძლება მივიღოთ მაშინ, როდესაც ეს უშუალოდ ხსნარი, ეს ალერგენი, რომელიც არის განსხვავებული, ეს იმ ხსნარზე იყოს პრობლემა და გამგზავნებელი ანაირ კონსერვანტი, რომელსაც განსხვავდა და იმან გამოიწვიოს დაინიციროს ალერგიული რეაქცია. სხვა ასევე ამ ტესტირების დროს გასათვალისწინებელი არის, რომ როდესაც ეს წინასწარი მომზადება მოხდება ცხოველის კანის, ცხოველების დაღლების შემთხვევაში ხშირია ფერდის მიდამოში, ამ კანის წინასწარი მომზადება არ უნდა იყოს ინფიცირებული ან ანთებითი კანი, ანთებითი პროცესი არ დამიმდინარეობდეს, რომ უბრალოდ ეს სურათი არ დაიფაროს და ცხოველების შემთხვევაში ზოგადად ეს პროცედურა მცირე დისკომფორტს იწვევს, ამიტომ ცხოველების შემთხვევაში შესაძლებელია დაგვჭირდეს აგრეთვე სედატიური ან დამამშვიდებელი ნივთიერებების გამოყენებაც და ეს ნივთიერებები იმგვარად უნდა იქნას შერჩეული, რომ ეს საერთო სურათი და ფონი არ შეიცვალოს. და არის პატარ-პატარა რეკომენდაციები, რომელიც მაგალითად 3 სანტიმეტრი უნდა იყოს დაშორება ამ ინექციებს შორის, რომ ეს შეშუპების გადაფარვა არ მოხდეს და პირატესობაც ვთქვით, რომ არის ძალიან სენსიტიური და უფრო სტანდარტად არის მიჩნეული დღეს. რაც შეეხება უკვე ინვიტრო ჩატარებულ ტესტებს, ინვიტრო პირველი ესეთი არის ფართოდ გავრცელებული საერთო IgG დონის განსაზღვრა, რატომ IgG გასაგებია, რომ ეს არის იმუნოგლობულინი, რომელიც პირდაპირ ერთობა ალერგიულ რეაქციებს დაინიცირებს და თუმცა როდესაც ამ ტესტებს ვსაუბრობთ, უნდა აღნიშნოთ აუცილებლად, რომ საერთო IgG დონის განსაზღვრა არ არის საკმარისი და ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. კერძოდ, პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის, რომ სისხლში არსებული ეს IgG-ის დონე არ არის სრული სურათი არ გვაძლევს, ვინაიდან ეს არის მხოლოდ ნაწილი, რომელიც უბრალოდ ჯერ არ შეკავშირებულა მასტოციტებთან. აგრეთვე ძალიან არასტაბილური დონე გააჩნია, რადგანაც მისი წარმოქმნა დამოკიდებულია ბევრ შედეგებზე, აგრეთვე მისი რაოდენობა დამოკიდებულია მასტოციტებთან შეკავშირებაზე, დაშლის რეაქციებზე და ასე შემდეგ. პრობლემიანი იქნება ალბათ შეფასდეს თვითონ მისი ბიოლოგიური აქტივობა, რომელიც დამოკიდებული არის მის ქიმიურ სტრუქტურაზე და ქიმიური სტრუქტურის მიხედვით შეგვიძლია დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ალერგიისკენ მიდრეკილი ანუ ატოპიური ორგანიზმების და არატოპიური ორგანიზმების, კერძოდ ატოპიურ ორგანიზმებში ეს IgG-ის დონე, უბრალოდ IgG-ის ქიმიური სტრუქტურა არის სიარის მჟავის ნაშთებით მოდიფიცირებული ჭარბად და ამით შეგვიძლია განსხვავება დავინახოთ. გარდა ამისა, ვთქვით, რომ სენსიტიური არის და ამის გამაპირობებელი ერთ-ერთი დიდი ფაქტორი არის, რომ პარაზიტული ფონი დაავადებები ძალიან ცვლის ამ საერთო IgG-ის დონეს და შეგვიძლია დავინახოთ კიდევაც, როდესაც თანხლები პარაზიტული პრობლემები არის ორგანიზმში, ეს ჯანმრთელ მიმართებით IgG-ის დონე ძალიან გაზრდილი არის და ეს შეცდომაში შევყავართ, ასე ვთქვათ. და ამ ტესტთან მიმართებით, რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საერთო IgG-ის დონის განსაზღვრა შეიძლება დაგვეხმაროს ატოპიური წინასწარ-განწყობის დადგენაზე და იყოს გარკვეული დამხმარე პროცედურა, თუმცა არა ძირითადი, რომელთაც მოხდება იდენტიფიცირება აქვს თუ არა კონკრეტულ გამღიზიანებაზე ალერგიული რეაქციის წარმატების უნარი ორგანიზმს. რაც შეეხება შემდგომ ინვიტრო ტესტს, ეს არის მრავალალერგიული სკრინინგ ტესტები, რომელიც განსხვავებით წინა ტესტისგან ამ შემთხვევაში უკვე ხდება კონკრეტული ალერგენის ან ალერგენთა ჯგუფის მიმართ ჯგუფის დადგენა, რომლის მიმართაც წარმოიქმნება ეს IgG იმუნოგლობულინები. თუმცა ამ ტესტებთანაც უნდა აღნიშნოთ, რომ აუცილებელია აღნიშნული ტესტის შედეგები თანხმდაში მოდიოდეს პაციენტის კლინიკურ ანამნეზსა და სიმპტომატიკასთან. და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ფართოდ გავრცელებული დღეს არის
ჩიპ ტექნოლოგია, როდესაც წერთ პატარა პლანშეტზე, სადაც წინასწარ განთავსებული ყოველდღიურად მული ალერგენები არის, შემოწმება პაციენტის სისხლით და დადგენა კონკრეტულად რომელ ალერგენზე აქვს გამოხატული რეაქცია და ამის უპირატესობით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის ძალიან კომპაქტური, ანუ ბევრი ალერგენის ერთდროული განსაზღვრა შეგვიძლია და საჭირო არის მცირე რაოდენობით ნიმუშის აღება. შემდგომ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ გავრცელებული ასევე არის იმუნოფერმენტული ტესტები, რომელიც მოიცავს ELISA-ს და ALERT სისტემებს. ELISA ჩვენთვის კარგად ნაცნობი იმუნოფერმენტული ტესტი არის, რომელიც ეფექტურად ზომავს, მაგრამ ხშირია პრობლემა სხვა ანტისხეულის ქროს-აქტივობა სხვა იმუნოგლობულინებთან ერთ საერთო სურათს ხადია ცვლის. ამის ალტერნატიული ვერსიად მიღებული არის ეგრეთ წოდებული ALERT სისტემა, რომელიც სადაც უკვე ჩანაცვლებული არის ეს ანტისხეული IgG იმუნოგლობულინის რეცეპტორის ალფა-ჯაჭვით, რომელიც მაღალ აფინურობას იჩენს აღნიშნული იმუნოგლობულინების მიმართ და ძალიან ასე ვთქვათ, ზუსტ შედეგებს იძლევა. შესაბამისად, თავიდან გვაქვს აცილებული ქროს-აქტივობა, საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ სახეობათა შორის, როგორც ძაღლებში, კატებში და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის მიერ მოწოდებული შედეგები თანხმდროში მოდის დღესდღეობით, როგორც ვახსენე, უფრო სტანდარტად მიღებული ამ კანში და ტესტებთან მიმართებით. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი ტესტი, რომელიც უკვე ძირითად გამოყენებას პოვებს კვლევით ლაბორატორიებში და არა პრაქტიკულ დიაგნოსტიკაში. შეიძლება იყოს ეს ქემიოლუმინესცენციური ტესტები, რომელიც ფერმენტულს გავს უბრალოდ აქვს შუქის ემისიის იდენტიფიცირება ხდება, ვესტერნ ბლოტინგი, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია, მაგრამ კონკრეტული ალერგენის წყაროს ადგენს და რთულ ნერვებში მუშაობს და გვაქვს ასევე ცოცხალმგებლებზე დაფუძნებული ტესტები, როგორც არის ბაზოფილების რეგენერაციის, უჯრედული ანტიგენის სტიმულაციის, სიდის ტესტები, ასევე სიდიცილების განსაზღვრა. ძალიან ზუსტ შედეგს იძლევა, მაგრამ ვიცით, რომ ფინანსებთან არის დაკავშირებული შესაბამისად და ეს ტესტები არ გამოიყენება მაგიტომ, რომ არის ძვირი, შემოტევადი, მოითხოვს აგრეთვე რაც მთავარია სპეციალიზებულ ლაბორატორიებს და მაღალკვალიფიციურ კადრს თავისთავად. და დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ ჩვენი პრეზენტაცია, შეგვიძლია ასე ვთქვათ, დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა საკმაოდ რთული და საფრთხის პროცესია, რომელიც მოითხოვს დაკვირვებას, განსაზღვრას, საკითხავად ნაბიჯის წინასწარ განსაზღვრას, კლინიკური სურათის სწორ ინტერპრეტირებას, ტესტ სისტემების ჩატარების შემთხვევაში სტანდარტული პროტოკოლების დაცვას და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ინვიტრო ტესტების დიდ პრობლემას, რაც წარმოადგენს, სიზუსტის პრობლემა განპირობებული არის დღესდღეობით არასტანდარტიზირებული ალერგენებით, რომელიც სხვადასხვა სურათს იძლევა. ეს იყო ჩემი პრეზენტაცია, მადლობა. დიდი მადლობა. ვარი შეკითხვები დარბაზიდან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. ეს შეკითხვა მაგალითად თქვენ ნაჩვენებს კანში და ტესტი იყო დაგუზრდა. და იქ საკმაოდ ბევრი დადებითი პასუხი ჩანდა. აი, როდესაც თქვენ იღებთ, თუნდაც ფეის ტესტი იყოს, კანის პრიკ ტესტი იყოს, ან კანში და ტესტი ტესტი იყოს, თქვენ რომ იღებთ ამდენი დადებით, ნიშნავს ეს, რომ ყველას მიმართალი ალერგიული. ანუ აი ეს გაძლევთ იმის საშუალებას დასთან გამოიტანოთ არა ეს აი ამათ მიმართალი. ანუ ეს უბრალოდ გვაძლევს იმ ჯგუფზე, რომლის მიმართად შეიძლება ხონდეს და იმ კონკრეტული ცილის დადგენა უკვე უნდა მოხდეს ესეთ ინვიტრო ჩატარებული უფრო ზუსტი ტესტირებით. ეს არის ბატონო ალბათ ეს ჩიპ ტექნოლოგია ალბათ ყველაზე შესაძლებელია. ხო, შესაძლებელია ALERT-ითაც დადგინდეს, მაგრამ ჩიპით უფრო მარტივია, რომ ბევრი ერთდროული შემოწმება შეგვიძლია და მარტივად დავადგინოთ. ოღონდ ფასი
არის კატასტროფული ადამიანებზე, რაც ავაკეთებ. მინიმუმ 500 ლარი. ერთი ასეთი შეკითხვა თუ შეიძლება, თუ იცით ვინმე აკეთებს თუ არა საქართველოში ამ აგრეთვე ტესტებს ცხოვრებას? ერთი შეკითხვა მოხდება. აი იმუნოგლობულინესთან დაკავშირებით. ამ ტესტები მაგალითად ზოგი სპეციფიურია და სამედიცინო ლაბორატორიის ვერ მეტანით. იმუნოგლობულინის შემთხვევაში როგორ შეგვიძლია გავაგზავნოთ? ჩვენ ვერ ვაკეთებთ ადამიანის ლაბორატორიაში. ამ მაგალითად პროგესტერონი შეგვიძლია, T4 შეგვიძლია. აი ეს შეიძლება თუ არა ცხოველის სისხლიც განსხვავოს. Ну, შესაბამისი პროტოკოლით იქნება დაცული, ანუ რომ ამოხდეს რაიმე გადაფარვები. გადაფარვა არა, G სპეციფიური თუ არა. ცხოველის IG შურზებს. აი ეს ცხოველის და ადამიანის IG წესით იმუნოგლობულინების შემთხვევაში სტრუქტურული ერთადერთი სტრუქტურული სხვაობა რაც ნახე რომ ატოპიურში არის ეს ქიმიური სტრუქტურა განსხვავებული უფრო მეტად ეს მსჯავის ნიშნებით არის ამის ნახშირწყლოვანი სტრუქტურა განვითარებული აქვს და მაგით შეგვიძლია მოსინდა შეიძლება ანუ ეს არ მუშაობს ის სპეციფიკა T4 შეგვიძლია პროგესტერონი შეგვიძლია ისე ხوار მოვსინჯოთ მართლა ჩვენ გვაქვს პანელები, პატარა პანელებიც გვაქვს და ჩიპურიც და მაგრამ ნახოთ თუ იქნება ალერგიული ცხოველი, როცა ვიცით რომ ნამდვილად ალერგიულია, უბრალოდ თვილა მივიღოთ თუ არ ყოფითი შედეგი. მოდით გავაკეთოთ მაგ ექსპერიმენტს. მე ვიქნები დადებითი კონტროლები დავით. რომელი აი თუ შეისწავლეთ რომელი ალერგიები არის ცხოველებში უფრო გავრცელებული და ну დერმატიტები არის ეს ატოპიური დერმატიტები არის კონტაქტი რომელიც ეს ექსპერიმენტული პროცესები გინდება აი რომელი შეიძლება სცენარის პერიოდში პარაზიტების პარაზიტები პირველ კვება სოკოზეც მალასიაზე. ну, პარაზიტებამდე არა, მაგრამ პარაზიტების შემდგომ შეიძლება შეიძლება დამატებ კონსერვანტებსაც ბევრი ტიპის საკვები არის, ბევრი კომპანია წარმოებს და სხვადასხვა ძირითადად ცხოველების საკვები კონსერვატებზე არის. შესაბამისად ცხოველები კი არა, ადამიანებისთვისაც ამ პრობლემაა ცხოველიც. და დივერსიფიკაციას როგორ გავუკეთებდი? ნომერ პირველი არის უფრო აი გამომწვევი ფაქტორი? არა, გამომწვევები ხო ჩამოვიქალოთ, მაგრამ პირველ ადგილზე უფრო ხშირად რომელი ხდება, უფრო გავრცელებული ალერგია ცხოველებში. უფრო შინაურ ცხოველებზე გააკეთებთ, ხო? თუ აი სტატისტიკას თუ შეისწავლეთ რა? ეს კონკრეტულად მომენტ ტიპის, ну, ალბათ